გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ისნის რაიონში ვაზიფსუბნის დასახლებაში ვიმყოფებით, სადაც ერთ კარგ პროექტთან დაკავშირებით მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია. აქ იყო ძალიან ცუდი მდგომარეობა. ხედავთ ირგვლივ თუ რამდენი საცხოვრებელი კორპუსია და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად შეთანხმებით, მათი ჩართულობით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ორი კარგი პროექტი გაგვეკეთებინა. ერთი საფეხბურთო საკალათბურთო მოედანი და მეორე სკეით პარკი, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ანდრია ბასილაია არის ჩემთან ერთად, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა ამ პროექტსა და ზოგადად ამ მიმართულებას. ანდრია, რო უთხრათ საზოგადოებას თუ რა გაკეთდა, რა სამუშაოები შესრულდა, მე ახლა ვსაუბრობდი თუ რამდენად ძალიან კარგი პროექტია და ისიც რომ დიდი პოპულარობით სარგებლობს, იმიტომ რომ შვაღამემდე ბავშვები ერთობიან და თამაშობენ, სპორტით არიან დაკავებული, რაც ცხადია, ძალიან კარგია. დიახ, აქ იყო ძველი სპორტული მოედანი და ასევე ტენისის კორტი, თუმცა დიდი მოთხოვნა იყო ადგილობრივი მოსახლეობის, რომ გაგვიახლებინა ეს სივრცე. ვინაიდან სკეით პარკები ძალიან პოპულარულია, ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ სკეით პარკი შემოგვეტანა ისანში ეს პირველი სკეით პარკი ამ მასშტაბის 1500 კვადრატულ მეტრზე აშენდა ეს სკეით პარკი და რა თქმა უნდა აქ ჩართული ყავდა როგორც სკეიტბორდის ფედერაცია, ისე სპეციალისტები იმისთვის, რომ ყველა ის ელემენტი იყოს საერთაშორისო დონით დაცული. ყველაფერი გათვალისწინებულია დეტალურად და თავისი ბეტონის დაგებით და ყველაფერი. კი, დრენაჟით და ყველაფერი, რა თქმა უნდა, ღამის განათება და ნუ აქ საღამოს ძალიან პოპულარული სივრცე არის, ძალიან ბევრი ადამიანი სტუმრობს, ბავშვები თამაშობენ და ჩვენ გავაგრძელებთ მსგავსი სივრცეების მოწყობას. მადლობა წარმატებები. მეგობრებო, ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა, ჩვენ რა თქმა უნდა გვინდა რომ ყველა რაიონში, ყველა უბანში, სადაც არსებობს ასეთი სივრცეები, გვინდა რომ სხვადასხვა ტიპის პროექტები განხორციელოთ. ეს იქნება საფეხბურთო მოედნები, სკეით პარკები, რეკრეაცია, მწვანე სივრცეები, რა თქმა უნდა, ყველგან შევალთ, ყველგან მივალთ და ყველგან გავაკეთებთ შესაძლებლობის ფარგლებში ასეთ პროექტებს. იმიტომ რომ ხედავთ, ძალიან ბევრი ახალგაზრდა არის დაკავებული სპორტით და ძალიან ბევრი ახალგაზრდა სარგებლობს თუნდაც სკეით პარკის სივრცით და ასევე საფეხბურთო საკალათბურთო მოედნით. დაგემშვიდობებით, მშვიდობიანი დღე მინდა ყველას გისურვოთ. მომავალ შეხვედრამდე აბადრობთ. ახალ ქალაქში მე ვიცი რომ შეგვიძლია ეს თავის მექანიზმების და ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანი. ახლა ორი სიტყვით სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ქალთა დღესასწაულების აღნიშვნას შეიძლება ითქვას უკვე ტრადიციულად ვეხმიანებით კულტურულ საგანმანათლებლო ტრენინგ-სემინარების ორგანიზებით, რომელიც იმართება სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსის და პროფესიის ქალების მონაწილეობით და მიზნად ისახავს სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში ქალების გაძლიერებას და მათი როლის გაზრდას. ჩვენს მიერ შემუშავებული სამდღიანი ინტენსიური პროგრამა ღონისძიების მონაწილეებს მისცემს ფართეს შესაძლებლობას აიმაღლონ ცნობიერება და იმსჯელონ მათთვის აქტუალურ საკითხებზე. მიიღონ სასარგებლო გამოცდილება და გაიღრმაონ უნარჩვევები და ასევე სიღრმისეულად გაეცნონ სახელმწიფო მექანიზმებს, რომლებიც სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში მიმართულია ჩვენი არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის შესაძლებლობების გაფართოებისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ. მადლობა მინდა გადავუხადო ამ შესაძლებლობისთვის ქალბატონ თეას. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, მრავლის მომცველი, ინფორმაციულად დატვირთული და ძალიან სასიამოვნო იყო, რომ მანდილოსნების ესეთი რაოდენობა ვიყავით დამსწრე საზოგადოებას და ესეთი უშუალო შეხვედრები, კითხვა-პასუხის რეჟიმით ძალიან საინტერესო წარიმართა. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ძალიან ბევრ შეხვედრებზე ვიყავი ამ სამინისტროს აპარატის ორგანიზებულ ღონისძიებებზე და ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები, ასეთი კომუნიკაცია ქალებთან ერთად, მოსახლეობთან ერთად. ძალიან მიხარია, რომ დღეს მეც მონაწილეობა მივიღე ამ შეხვედრაზე. ჩვენთვისაც და ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები.
ამისთვის მე მადლობა მინდა გადავიხადო პირადად მინისტრს, რომ თვითონ პირადად მონაწილეობდა ამ შეხვედრაზე. ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, რჩება გამოწვევებიც, რომელსაც კიდევ მიესალმოთ თქვენს გაწეულ სამუშაოდ. გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის წევრობა. ეს გაწეული შრომა არის მართლაც ფასდაუდებელი. უზარმაზარი შრომაა ეს და რასაკვირველია საზოგადოების მხრიდან ეს მოითხოვს დაფასებას და მადლიერებას თითოეული იმ თანამშრომლის მიმართ, რომელიც აი ამ დიდ შრომას ეწევა. მეც უერთდები, რა თქმა უნდა, საზოგადოების სახელით, სახელმწიფოს სახელით თითოეული თანამშრომლის მიმართ გამოხატულ მადლიერების სიტყვას და მინდა თითოეულ თანამშრომელს წარმატება უსურვო. მარტი ქალთა ისტორიის თვე არის. ამ თვის მანძილზე ჩვენ რამდენიმე ღირსშესანიშნავ და საინტერესო ღონისძიებას ვატარებთ, მათ შორის მიხარია, რომ წარმატებით უმასპინძლეთ პარლამენტში სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს, ექიმებს, ექთნებს, ქალებს, ვინც ჩვენი სიცოცხლის დაცვისა დარაჯოზე დგანან, ჯანდაცვის მინისტრთან და ასევე ქართველ ებრაელ ქალთა ასოციაციასთან ერთად მიულოცეთ მარტის თვე, ქალთა დღე და რა თქმა უნდა აღვნიშნეთ ის განუზომელი წვლილი, რომელიც თითოეულ მათგანს შეაქვს ჩვენი სიცოცხლის დაცვის სადარაჯოზე. ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის პირადად ჩემთვის ის ფაქტი, რომ დღეს შედგა ეს შეხვედრა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჯანდაცვის მინისტრ ბატონ მიხეილ საბჯველაძეს, ქალბატონ ნინო წილოსანს. ძალიან ამაღელვებელი იყო და ძალიან სასიამოვნო იმ ადამიანების კიდევ ერთხელ მოსმენა, რომლებმაც შემთხვევები გაიხსენეს. ლოცეთ აქ მყოფ ქალბატონებს და ორი სამინისტროს ინიციატივით და შეთანხმებით შევეცადეთ, რომ ზოგიერთი სამედიცინო სერვისი, რომელიც შეიძლება ყველაზე მეტად სასურველი საინტერესო ყოფილიყო ქალბატონებისთვის, რომელიც აქ იმყოფებიან, შევეცადეთ, რომ მასთვის დღეს ეს უზრუნველყოფილი ყოფილიყო. იუსტიციის სამინისტროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიზრუნოთ მშავდებულთა რესოციალიზაციაზე, რეაბილიტაციაზე. ჩვენ გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჯანდაცვის სამინისტროს ამ მიმართულებით და რა თქმა უნდა ჩვენ თანამშრომლობას როგორც სახელმწიფო სხვა დაწესებულებასთან და კერძო დაწესებულებასთან გავაგრძელებთ, რომ უზრუნველყოთ მსჯავრდებულთა საუკეთესო ინტერესების დაცვა. ტარდება და მიახლოებით მიმდინარეობს დაწესებულებაში სკრინინგი, რაც მრავალპროფილურ გამოკვლევას გულისხმობს. ეს არის ქალთა ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რამე თუ თავდაპირველ ეტაპზე პრევენციულად რაიმე დაავადების გამოვლენა ეს საწინდარია იმის, რომ შემდგომში არ მოხდეს გართულება ამ დაავადებების და ვიმედოვნებთ, რომ გაგრძელდება კიდევ ასეთი თანამშრომლობა და უდიდესი მადლობა მინდა უთხრა ქალთა დაწესებულების სახელით ბატონ მინისტრს ასეთი არაჩვეულებრივი ინიციატივისთვის და წარმატებები მინდა ვუსურვო მას. ყველანაირი პირობაში სამუშაო. თვითონ გვარისათვის. ენეხებით პირველი საზოგადოებას და ჩვეულებრივ
დღეს გავხსენით გორში შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ცენტრი. ეს არის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რომელიც არის თანამედროვედ მოწყობილი, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ მივიღოთ აბსოლუტურად ყველა მსურველი, რომელსაც აქვს სურვილი იმსახუროს ჯარში, როგორც წვევანდილმა, ასევე როგორც პროფესიულმა სამხედრო მოსამსახურემ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პირველივე შეხებიდან, პირველივე კონტაქტიდან ჩვენს მოქალაქეებთან მათ ჰქონდეთ რეალური აღქმა იმისა, თუ რას წარმოადგენენ თავდაცვის ძალები, რა შესაძლებლობები აქვს და რას თავაზობს, რა პირობებს თავაზობს თავდაცვის ძალები თითოეულ მათგანს. მოხარული ვარ, რომ უკვე რამდენიმე თვიანი ოპერირების პირობებში შედეგები, რომელიც ამ რეგიონალურმა ცენტრმა აჩვენა, არის ძალიან დამაიმედებელი, ძალიან კარგი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს რეფორმა საბოლოო ჯამში იქნება პოზიტიური ძალისხმევა, პოზიტიური და დადებითი შედეგის მომტანი მთლიანად თავდაცვის ძალებისთვის. სამხედრო გაწვევის და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს მთელი პირადი შემადგენლობისთვის დიდი პატივია, რომ დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად გახსნა ახალი თანამედროვე ინფრასტრუქტურული და რეკრეაციული სივრცით აღჭურვილი შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ცენტრი. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ელემენტი იმ დიდი რეფორმის, რომელსაც სათავეში ჩაუდგა სააგენტო. მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების წვევანდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის, სამხედრო აღრიცხვის და საკონტრაქტო პროფესიულ სამხედრო სამსახურში რეკრუტირების პროცესის ორგანიზებასა და მართვას. ახალი რეფორმა ითვალისწინებს წვევანდელთა ეროვნულ სამსახურს 6 თვიანს, 8 თვიანს და 11 თვიანს. წვევანდელს შეუძლია აირჩიოს ნებისმიერი სამსახური. ასევე ახალი რეფორმის თანახმად არის ნებაყოფლობით შეუძლია დარეგისტრირდეს. საკმაოდ მოქნილი პროგრამაა და წვევანდელს შეუძლია დაგეგმოს თუ რომელ ეტაპზე შეუძლია წავიდეს, რომელ ეტაპზე სურს მას რომ წავიდეს. ჩვენ ყველანაირად ხელს უწყობთ 13 მუნიციპალიტეტი მუშაობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად. ქართული ოცნება ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას გეგმავს. ცვლილებები 8 სხვადასხვა კანონში, მათ შორის სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ კანონში შევა. ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის სასჯელები მაქსიმალურად მკაცრდება. შესაბამისად, ნარკორეალიზატორებისთვის არათუ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკის, არამედ მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უბადო პატიმრობა იქნება. განისაზღვრება ნარკოვაჭრობისა და ნარკომოვაჭრის ცნება, ასევე ის თუ ვინ შეიძლება იყოს ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრი. დადგინდება, რაც შეითვლება ნარკომოვაჭრის ქონებად და შესაძლებელი იქნება მათთვის ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსათვის გადაცემა. 2025 წლის 1 ივნისიდან იმ პირს, ვისაც ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდასტურდება ან თუ თავს აარიდებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, მას ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 3 წლით ჩამოერთმევა. ამასთანავე 5 წლით ჩამოერთმევა საჯარო სამსახურში, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობისა და იარაღთან დაკავშირებული უფლებები. ნარკოტიკებთან, მათ შორის მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობის გამკაცრების შესახებ საზოგადოებას ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ამცნო. მამუკა მდინარაძის თქმით, ანტინარკოტიკული რეფორმა, რომლის მიზანიც მომავალი თაობის გადარჩენა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა, მთავრობასთან ერთად შემუშავდა. ბოლო წლების განმავლობაში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავს მოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ეგრეთ წოდებული ლიბერალური ნარკოპოლიტიკა, რომელიც ერთდროულად აზიანებს განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანების ფსიქიკას, ჯანმრთელობას, გენოფონდს და არაფერი შეიძლება იყოს უფრო ანტიეროვნული, ანტიქართული, ვიდრე ლიბერალური ნარკოპოლიტიკის შედეგად გამოწვეული ძალიან მძიმე შედეგები, აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა. საქართველოს, უნგრეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და აზერბაიჯანის მთავრობების მაღალ ჩინოსნებს შორის ბუდაპეშტში მწვანე შუა დერეფანის მინისტერიალის პლენარული სხდომა გაიმართა. მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი მნიშვნელოვანია არა მარტო სამხრეთ კავკასიის ან კასპიის რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ მთელი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. ამასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის, საქართველოს
საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის ეკონომიკის მინისტრებმა ერთობლივ წერილს ხელი მოაწერეს, სადაც ისინი ეკომისარ დან იორგენსენს მიმართავენ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირის მეტი მხარდაჭერა დასახელებული პროექტის განსახორციელებლად. საქსტატმა ახალი ინდიკატორის მიხედვით, რომელიც 2022 წლიდან დანერგა სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი გამოაქვეყნა. ამ მეთოდოლოგიით 2025 წლის თებერვალში ინფლაციამ 2.8% შეადგინა. ეს კი 0.4%-ით მეტია ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულ 2.4%-იან ინფლაციაზე. რაც შეეხება ცალკეულ კომპონენტებს, ფასები გაზრდილია შემდეგ პროდუქტებზე. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 3.1%, ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო 4.9%, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 0.6%, საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და თბობის სხვა სახეები 1.2%, ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა შეკეთება 1.9%, ჯანმრთელობის დაცვა 6.3%, ტრანსპორტი 0.5%, კავშირგაბმულობა 12%, დასვენება და გართობა 2.2%, განათლება 5.5%, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 7.9%. რუსეთსა და ვაშინგტონს შორის გასამართ მოლაპარაკებებამდე რამდენიმე საათით ადრე უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ქალაქ ჯიდაში საუდის არაბეთის პრინცს შეხვდა. ზელენსკის თქმით, კიევი მზადაა მშვიდობის მისაღწევად კონსტრუქციული ნაბიჯები გადადგას და ამ მოლაპარაკებებიდანაც პრაქტიკულ შედეგს ელოდება. ძლიერი პოზიციები წინა ხაზზე და ძლიერი დიპლომატია ერთად უნდა მუშაობდეს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერობითა და მთელ ევროპასთან თანამშრომლობით ეს აბსოლუტურად მიღწევადია. შვიდობა ჩვენი საერთო მიზანია, განაცხადა ზელენსკიმ. საგულისხმოა, რომ საუდის არაბეთში ამერიკასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ვლადიმერ ზელენსკის მონაწილეობის გარეშე ჩაივლის. უკრაინისათვის ძნელი იქნება რუსებს იმ ტერიტორიებზე დაბრუნება აიძულონ, სადაც 2014 წლამდე იყვნენ. თავად რუსებს კი მთელი უკრაინის დაპყრობა არ შეუძლიათ, განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ. მისი თქმით, ორივე მხარემ უნდა გაიაზროს, რომ ამ კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტა შეუძლებელია. ამასთან, როგორც დიპლომატმა განმარტა, ამერიკა რუსეთს სამხედრო დახმარებას არ გაუწევს. მარკო რუბიო საუდის არაბეთში დღეს დაგეგმილი მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე შტატების დელეგაციას ხელმძღვანელობს, რომელშიც სავარაუდოდ უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი მაიკ უოლცი და ახლო აღმოსავლეთში ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფიც იქნებიან. უკრაინის დელეგაციას კი პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე პაվել პალისა წარმოადგენენ. მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სტივ უოტკოფი მოსკოვში ვიზიტს და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა ბლუმბერგი ავრცელებს. ცნობისთვის, ამერიკელ მაღალჩინოსანსა და რუსეთის ლიდერს შორის შეხვედრა თებერვალში ერთხელ უკვე შედგა. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა აღნიშნავს, ამ ეტაპზე რუსეთსა და ვაშინგტონს შორის კონტაქტები ინტენსიურად მყარდება და თანამშრომლობისთვის ორივე მხარე ოპერატიულად მუშაობს. კრემლის პრეს-სპიკერის განცხადებით, უკრაინა იმდენი იარაღით მოამარაგეს, რომ მისი მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაშიც კი მარაგი თვეების განმავლობაში ეყოფათ. იმდენი იარაღი შეიტანეს, რომ მიწოდების შეწყვეტის შემდეგაც კი უკრაინელებს საბრძოლველად საკმარისი მარაგი მრავალი თვის განმავლობაში ექნებათ, თუ არ მოიპარეს, აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა. მისი თქმით, თუ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი უკრაინულ სამხედრო ძალებს სტარლინკის საკომუნიკაციო სისტემას გაუთიშავს, კიევის ბოევიკები ალტერნატივას დაუყოვნებლივ მიიღებენ.